იმართება პრეზიდენტის შეხვედრა პოლიტიკურ პარტიებთან. განხილვის თემა არის საარჩევნო სისტემა და ამასთან დაკავშირებით მინდა თავისუფალი საქართველოს პოზიცია გამოვკვეთო. პირველ რიგში ჩვენ მხარს უჭერთ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, რომელიც როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს არაკონსტიტუციურად. რეალურად საქართველოში მაჟორიტარული სისტემა ჩამოყალიბდა როგორც კლანური სტრუქტურა, როგორც მაფიოზური სტრუქტურა. ყველა რაიონში მაჟორიტარები წარმოადგენენ თავიანთი რეგიონის განგსტერებს, რომლებიც შერწყმული არიან ეკონომიკურ მონოპოლიებთან, ფლობენ ადმინისტრაციულ და ფინანსური რესურსების ისეთ რაოდენობას, რომ ისინი უკვე კონკურენციის გარეშე ტოვებენ ყველა სხვა ძალას ამა თუ იმ რაიონში და ამის გამო ყველა პოლიტიკური პარტია იძულებული არის არჩევნებზე აი მაფიასთან დადოს გარიგებები იმ მიზნით, რომ მიიღოს ხმების გარკვეული რაოდენობა. ეს მაჟორიტარები არ მიეკუთვნებიან თქვენ ხედავთ რომ არც ერთ რომელიმე კონკრეტულ პარტიას და მთავრობიდან მთავრობაში გადადიან ისინი დებენ ერთგვარ შეთანხმებას ნებისმიერ მთავრობასთან რომ მთავრობა არ ეხება მათ ეკონომიკურ ინტერესებს, მთავრობა არ ეხება მათ გავლენებს რაიონებში, ხოლო სამაგეროდ მაჟორიტარები უზრუნველყოფენ კონკრეტულ რაიონებში მთავრობის მიმართ მაღალ მხარდაჭერას და საჭირო პროცენტებს ნებისმიერ არჩევნებზე. დღესდღეობით საქართველოში მაჟორიტარები წარმოადგენენ ჩვენი ქვეყნის უმდიდრეს და იმავდროულად ყველაზე უფრო გაუნათლებელ ნაწილს. ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ მაჟორიტარული სისტემა არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზეზი, რაც აფერხებს დღეს საქართველოში დემოკრატიის განვითარებას. მაჟორიტარული სისტემა უნდა იქნეს გაუქმებული. ჩვენ მხარს ვუჭერთ მის ნაცვლად პროპორციული სისტემის შემოღებას. მეორე მხრივ მინდა თქვენ გითხრათ, ჟურნალისტები შეიძლება არ ახართ ამ კულუარში ჩახედული ძალიან, რომ მიმდინარეობს ახლა პოლიტიკური ვაჭრობა, რომ მაჟორიტარული სისტემის ნაცვლად შემოღებული იქნეს რეგიონული პროპორციული სისტემა, რომელიც არაფრით არ არის უკეთესი მაჟორიტარულ სისტემაზე. რეგიონულ პროპორციულ სისტემას ჩვენ თავისუფალი საქართველო ვეწინააღმდეგებით, ჯერ ერთი იმის გამო, რომ ესეც არის ანტიკონსტიტუციური. რეგიონული პროპორციული სისტემა ნიშნავს, რომ სამეგრელო აირჩევს მთლიანად მაჟორიტარს, იმერეთი აირჩევს თავის მაჟორიტარს, კახეთი თავისას და ასე შემდეგ. ეს ჯერ ერთი არის ანტიკონსტიტუციური, ვინაიდან როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუცია არ ცნობს საქართველოს დაყოფას რეგიონებად. ამასთან დაკავშირებით არ არსებობს ჩვენ საზოგადოებაში კონსენსუსი და ვიდრე რეგიონული მოწყობის საკითხთან დაკავშირებით არ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, ბუნებრივია, რომ საარჩევნო სისტემაში ამისი ასახვა არ შეიძლება. გარდა ამისა, რეგიონული პროპორციული სისტემა ესე ვთქვათ, პირდაპირ მორგებული არის იმაზე, რომ ქვეყანაში გაგრძელდეს ორპარტიული სისტემა. თქვენ იცით, რომ ეს არის სააკაშვილის და ივანიშვილის სიმახინჯე, რაც მათ მოიფიქრეს, რომ ნაცნობურმა მოძრაობამ და ოცნებამ გაიყვან ყველა არჩევნებზე მანდატები და სხვა პოლიტიკურ ძალებს გაუკეთონ იგნორირება. რეგიონული პროპორციული სისტემა ნიშნავს იმას, რომ ბარიერი 5%-ის მაგრად იქნება ფაქტობრივად 15%. ნუ ხა ცოტა იურიდიული ტექნიკის საკითხი არის, მაგრამ მაინც გეტყვით, იმიტომ რომ შეკითხვა დაგებადებათ, რატო 15, ზოგან მეტიც იქნება რეგიონებს გააჩნია, იმიტომ რომ თუ იქნება 5-მანდატიანი ოლქი, იქ ბუნებრივი არის, რომ საჭირო არის მინიმუმ 20%-ის აღება იმისათვის, რომ აიღო ერთი მანდატი მაინც. თუ იქნება 3-მანდატიანი ოლქი, იქ კიდევ უფრო მეტი იქნება ბარიერი, გამოდის უკვე 30% და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ეს კიდევ უფრო მეტად შეუშლის ხელს ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმის ასახვას საქართველოს პარლამენტში და ბოლოს რაზეც მინდა გავაკეთო კომენტარი, დღესდღეობით რასაც აკეთებს ივანიშვილი, ეს არის დროის გაყვანის მცდელობა. დღემდე თქვენ იცით, რომ ინტერპარტიული ჯგუფი და არც ინტერფრაქციული ჯგუფი საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით შექმნილი არ არის. არჩევნებამდე დარჩა პრაქტიკულად 1 წელიწადზე უფრო ნაკლები, უბრალოდ საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე. თუ არ ვივარაუდებთ იმას, რომ მუდმივად არის საუბარი ადამდელი არჩევნების დანიშვნაზე. ამიტომ თუ საგაზაფხულო ბოლომდე ინტერპარტიული ჯგუფი არ შეიქმნება, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველანაირი საუბრები საარჩევნო კოდექსზე ატარებს პრაქტიკულად თეორიულ და სამეცნიერო ხასიათს, მაგრამ მომავალი არჩევნები ამ ქვეყანაში ჩატარდება ისევ ძველი საარჩევნო კოდექსით, რაც იქნება ბუნებრივია უკან გადადგმული ნაბიჯი ქვეყანაში საარჩევნო დემოკრატიის განვითარების კუთხით. ვესწრაფი როგორ არ ვესწრაფი 12-ზეა შეხვედრა და მინდა რომ წინასწარ გქონოდათ თქვენ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ რა პოლიტიკური ვაჭრობა მიმდინარეობს ახლა ხელისუფლება ჯერჯერობით მხარს უჭერს და ისინი ყოველნაირად ცდილობენ კბილებით რომ შეინარჩუნონ ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები, მაგრამ უკიდურეს შემთხვევაში როგორც აი გეგმა ბ-ს განიხილავენ აი ამ რეგიონულ პროპორციულ სისტემას და ამიტომ გვინდა ჩვენ რომ პრესაც საქმის კურსი იყოს და სამოქალაქო საზოგადოებას რომ ამას კატეგორიული წინააღმდეგობა
თქმა უნდა, მე ამაზე საუბრობდი, რომ მაჟორიტარიზმი ეს არის მაფია. აი წარმოიდგინეთ, რომ არჩევნები დამთავრდა და უშუალოდ რაღაც შეგვიძლია. პროპორციული ზის 75 განგსტერი, რომელიც მივა მთავრობასთან და ეტყვის კახა ოქრიაშვილი, რომ მე PSP მაქვს და ჩემ PSP-ს ხელი არ მოკიდო. იქ გოჩაონიკუძე მივა და ლუკოილი თუ რომელია მაგისი, ამას ხელი არ მოკიდო და იდება ასეთი საპროცესო გარიგებები და ყველა მთავრობები შევარდნაძიდან მოყოლებული და სააკაშვილის გაგრძელებული. საპარლამენტო უმრავლესობა საკონტროლებს მაჟორიტარიზმის გამომდინარე. თქვენ იცით, რომ ქართული ისრების პარტიებს და პარტიულ მაჟორიტარებს თუ გნებავთ, რომლებმაც ხმები მიიღეს არჩევნებში და ისე მოიგეს, დღეს მათ საპარლამენტო უმრავლესობა არ აყავთ. საპარლამენტო უმრავლესობა მათ შექმნეს მას შემდეგ, რაც 12 პირველ ეტაპზე, 12 მეორე ეტაპზე, საბოლოო ჯამში დაახლოებით 20 მაჟორიტარი, 20 მაჟორიტართან, 20 განგსტერთან, რაც დადეს ესეთი შეთანხმება მას შემდეგ. და ეს არის ნებისმიერი მთავრობისთვის კარგი საშუალება, რომ არჩევნები წააგო, მიიღო 40% მაგალითად და 60 ოპოზიცია მიიღოს, მაგრამ ამის და მიუხედავად მიიღო მანდატების აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში. რა თქმა უნდა, ეს არის თავის დაზღვევა. აი ეს სისტემა რეგიონული ეს არის საქართველოს შორის არსებული შეთანხმება. ის რომ თითქოს მათ შორის მიმდინარეობს დაპირისპირება ეს არ არის სწორი. მათ შორის მიმდინარეობს ინტენსიური თანამშრომლობა და რეგიონული პროპორციული სისტემა არის ამისი ძალიან კონკრეტული დადასტურება. რომ სხვა პარტიებმა არ მიიღონ მანდატები. ახლა დამეთანხმებით რომ დღეს საქართველოში ამ ორი პარტიის გარდა რთულად კარგად დაფინანსებული პარტია, რომელიც 15%-იან ბარიერს გადალახა. თუნდაც ბოლო არჩევნების შედეგები რომ ნახოთ, 15%-იანი აიღო და პოლიტიკურმა და აქედან გამომდინარე შემთხვევაში მათ თუნდაც ისეთივე პარლამენტი, რომელიც 12 წლის პარლამენტი, ანუ რეგიონული პროპორციული სისტემა, რომ სამანდატიან ოლქში 2-ს აიღებს, იქნება 1-ს აიღებს ნაციონალური მოძრაობა, ან თუ იქნება 5 მანდატიანი ოლქი, 3-ს აიღებს. დატოვებენ მანდატები. არჩევნები დემოკრატიული პოზიცია და პრინციპული პოზიცია, იმიტომ რომ ხელისუფლება აწარმოებს თქვენიცით მუდმივად ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებებს, მათი გადაბირების ცდილობას, ადგილობრივ არჩევნებზე მათ შექმნეს თავიანთი სატელიტური პარტიების საკმაოდ დიდი ბანაკი და ახლა აუცილებელი არის რომ საზოგადოებაც ჩაერთოს ამ პროცესში, იმიტომ რომ სატელიტური პარტიებს ხელისუფლება პირდება რაღაც გარკვეულ როგორც ყველა არჩევნებზე ხდებოდა ხოლმე რომ ბარიერს ხმარები არჩევნებზე და ასე შემდეგ, ამიტომ აი ეს ტექნიკები არის დღეს ოპოზიციისათვის მთავარი პრობლემა. ჩვენ ვაპირებთ, რა თქმა უნდა, საპროტესტო მოძრაობას, არა საპროტესტო აქციებს, არამედ საპროტესტო მოძრაობას. ვაპირებთ სამაში სტუდენტობა ჩაერთოს სამაში, იმიტომ რომ ის სისტემა, რომელიც დღეს არსებობს პრაქტიკულად თქვენნაირ, ჩემნაირ, ჩვეულებრივ ადამიანებს უკლავს პოლიტიკაში მონაწილეობის შანსს. ეს პოლიტიკა ხდება დღითიდღე უფრო და უფრო ოლიგარქიული, რომ თუ არ მიხვედი დონ ვიტო კორლეონესთან და არიან ბორესთან და არჩევანს პრაქტიკულად შეუძლებელი არის ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქეებისათვის, რომ რომელიმე ოლქში გახვიდეთ. აი რომელი რაიონიდან ხართ წარმოშობით და მიხარით მინარი წლის რო გახდეთ ვერ მოუგებთ არჩევნებს, იმიტომ რომ იმ რაიონში ის ფლობს უკვე ყველაფრის 51%-ს. გამგებელი მისი დანიშნულია, პოლიციელი მისი დანიშნულია, მოსამართლე, პროკურორი, ყველაზე დიდი საწარმოს დირექტორი, საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს წევრები და თქვენ მიდიხთ და პლუს ჯიბეში უდევს 5 მილიონი დოლარი და თქვენ მიდიხარ ჭიშველი ხელებით. ნებისმიერი დასავლური დემოკრატია სრუდავს პროცესით არჩევნებში ფინანსური ნაკადების მონაწილეობას და შეზღუდული არის. მაგალითად ბარაკ ობამას რომ მოინდომოს ახლა რომელიმე ამერიკელმა მილიარდელმა როგორ გონიათ რამდენს გადაურიცხავს $1000 არის ზედაზღვარი შეიძლება რომელიმე ბიზნესმენს ძალიან უნდა როგორც აქ არის და დაურეგოს და თხოვოს მაგრამ იქ დაწესებული არის ეს ზედაზღვარი იმისთვის რომ დიდრებმა ოლიგარქებმა კაპიტალისტებმა ვერ მოახდინონ პრაქტიკულად ყველა მაჟორიტარი ეწევა ბიზნესს და არა მხოლოდ ეწევიან ფარულად, არამედ ეწევიან ღიად, იმიტომ რომ თქვენ თუ უსმენთ პარლამენტის ხმებებს განიხილება საგადასახადო კოდექსი, გამოდიან ეს მაჟორიტარები და ძალიან გულწრფელად წავიდნენ, აი ჩემი ლუდის საწარმოს დაამტკინა ამ კოდექსმა, მე მეორე პატიმრობს რომ აგერ ნახეთ სიგარეტის ქარხანაში რა ხდება და არც მალავა. ეს რეაქცია არის აბსოლუტურად ნომინალური. ეს ადამიანები დღეს საქართველოს სავაჭრო პალატაში ზის ბევრად უფრო ნაკლები და ბევრად
ბიზნესმენები, დღეს საქართველოს პარლამენტი არის ნამდვილი სავაჭრო სამრეწველო პალატა, იმიტომ რომ ამ ქვეყნის ყველაზე მდიდარი ბიზნესმენები და მონოპოლისტები შედიან სწორედ საქართველოს პარლამენტში. რა ვიცი, რა უნდა თქვა, ოდესა მიკითხოს, ეხლა ვკითხულობდი დღეს Facebook-ზე უკრაინულ გვერდებზე და ხალხები გადამარეს კომიკური კომენტარები კეთდება. ნუ საერთო ჯამში მე რა თქმა უნდა საქართველოს სუდა დაისახება, ეკითხებ უკრაინაზეც სუდა დაისახება, უკრაინულ მეგობრებს დაკავშირებით არ აინტერესებს, ოდესაც თქვენ იცით რომ იქ არის კონფლიქტური რეგიონი, იქ არის ძალიან დიდი რუსული მოსახლეობა, ნუ დღემდე როგორღაც იქ ხერხდებოდა სტაბილურობის შენარჩუნება და რა ვიცი, დაგვენებული არ იყოს მე, როდესაც ოდესაშიც ნიღაბს ჩამოხსნის სააკაშვილი რუსეთის აგრესიას და ოდესაში აღმოჩნდებიან რუსეთის სამხედროები, აი რაც მოხდა ცხინვალის. არასწორი არ არის ტექნიკური დაზუსტება არის, რომ მთავრობამ წარადგინა და რომ პრეზიდენტის ხელმოწერა აკლია თორე თვითონ. იცით, ჩვენს მთავრობაში სააკაშვილის დროს ნახევარზე მეტი მინისტრები არ იყო საქართველოს მოქალაქე და მე იმათი კონსტიტუციითაც ალბათ ითვალისწინებს კონსტიტუცია ასეთ ნორმას, რომ შეუძლიათ მიანიჭონ განსაკუთრებულ შემთხვევებში ორმაგი მოქალაქეობა. არა, მე ვფიქრობ, რომ ეს არის აი ფინანსური რაღაც ეგ ჯოზეფ კეის ფულის ვერსია, მე ვფიქრობ, რომ ყველაზე უფრო რეალური ვერსიაა, იმიტომ რომ ეს ადამიანები არ არიან ცუდ ცხოვრებას მიჩვეული და ეხლა არც ზურა ჯაფარიძე და არც გოგა ხალიჩიძე არ არიან ლენინი და სტალინი, რომ წავიდნენ და იატაკქვეშეთში იმოღვაწევან. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც ჯერ მიიღეს ფინანსური გარანტიები და ამის შემდეგ მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა. აბა, ასე ვიზამ. კი ბატონო. ვისაუბრეთ ამ გოგოები. პარლამენტი ამტკიცებს, მაგრამ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად განხილება და ისეთნაირად უნდათ გაკეთდეს ზუსტად რომ ეს რაღაცა აი სხვათა შორის და დიდი დისკუსიის გარეშე. რაც თავარია, უნდათ წარმოაჩინონ, რომ რეგიონული პროპორციული სისტემა არის უკეთესი ვიდრე მაჟორიტარული და სინამდვილეში უარესია, იმიტომ რომ თუ არის დღეს მაგალითად სამტრედიის მაჟორიტარი, რომელსაც დავუშვათ მილიონი აქვს, მერე იქნება იმერეთის მაჟორიტარი, რომელიც კიდევ უფრო დიდი ოლიგარქი იქნება 10 მილიონი ედება ჯიბეში და რაც უფრო გაიზრდება ეს, ასე ვთქვათ, საარჩევნო ოლქები, მით უფრო შეუძლებელი გახდება პოლიტიკური პარტიებისთვის იქნება თუ დამოუკიდებელი საინიციატივო ჯგუფებისთვის კონკურენცია. ბატონო? პრაქტიკულად სხვა შორის ამას ამბობდა ბიძინა ივანიშვილის პირველი ინტერვიუ თუ გახსოვთ თქვენ ჟიჟილაშვილთან ჩაწერა მე მგონი ის ამბობდა ამას რომ მაჟორიტარები არიან ფეოდალები მაგრამ მე მას შემდეგ რაც ამ ფეოდალებთან თვითონ ძალიან კარგად მორიგდა და ფინანსური შეთანხმებებიც მიაღწია და რაღაც გარკვეული მის სალაროში შედის აქედან პროცენტები ეხლა უკვე ეს თავისი ძველი პოზიციები გადასინჯა გარდა ამისა, ელემენტარულად ქართული ოცნების მხრიდან ურწყობაა, ეხლა თქვენ ალბათ გახსოვთ, რა ვიცი, მარტო აქ პრაიმ ტაიმში იქნება ერთი 300 პრეს კონფერენცია გამართული სააკაშვილის დროს, რომ ეს მაჟორიტარები არიან ქვეყნის ყლეფავები, ხორცმეტები და რა ვიცი, რას და რას არ ეძახოდნენ, სულ ყველა ის დღეს ქართულ ოცნებაში არიან და ეხლა საუბრობენ ზუსტად ისე, როგორც ნაციონალები საუბრობენ, რომ ყველა რაიონს სჭირდება თავის წარმომადგენელი და ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ რეგიონების სპეციფიკა და ასე შემდეგ. Всё?